ტელევიზორს უყურებს და როცა ახსენდება მაშინ ჭამს. ედიკო დროზე თორე უნდა წავიდეთ ბაღში. მოგესალმებით ძირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიგით. არ ჭამ ამას? არ ჭამ? ეს კომპოტი აგათვება მაგიდა ეს. მუხრანის ტაფა დაუსურია. კვეცხი შეუწვია. დილა უთენია. აი, ამის იმას მოვაძრობ. ხო, ეს სიროფი აქ. ეს არა გამომიტანია. ჭიქები იქ რო შევალაგე, ეს ჭიქები იქეთ გადავიტანე. დადო ახველებ შენ? ქალბატონმა გაიღვიძა, მუხა მომიტანა დღეს ქლორიდს. იენტისიც უფრო დიდები მიყიდა, იმიტომ რომ რახანფას ნაკლებაში არისო, ჯობიაო რომ ეხა მეყიდაო და გეყოფაო მეუბნება. 4-იანი და 3-იანია მე მგონი, თუ 5-იანი და 3-იანი. ხო და გეყოფაო. 1-2 დღე გეყოფაო. მოგედეს ჩემო ძვირფასებო. დედიკო დაჭიქი მოდი ნასკების ჩაგაცმე. მოდი დედას გოგო, გემრიელი გოგო. მოდი დედო, მოდი ცალა. ჩქარა დედიკო თორე ჯერა არ გამომიმტვეს სასუტებია და პრიანია მაინც. ნამცეცებიც ყრია, გეგას ვაჭამე, გოდეს ვაჭამე. წავიყვანი ბაღში გეგა, გოდე წავიყვანე სკოლაში, გამოში უფრო სწორედ. გეგა წავიყვანე. გეგას გოგო ვინარისო, სიყვარული გოგო. რარირარირარა, რარირარამ. ხიე დედიკო, წელს გეყოფა. კაი, ხა მაინც ამთარი მორჩა და აწი არაა სეზონი და მომავალ წელს ვიყიდოთ ეს ისა, ეს ნაჭერი რო იყოს. ეგეთი. ჯერ გვაქვს დედიკო დრო. დრო? ხო, ადექი. ზამთრამდე. კარგი. ჩემი ნატრის თვალია. შევარჯიშობ? სადაც იძახო და ბაღი მინდაო, მაგრამ მაგის გამო ვერ მიმყავს. იქ უნდა დახატოს მაშინ რაღაც და თვალების გამო ვერ მიმყავს. გავიყვან, მერე გვანცა ექიმს ვკითხავ, როდის არის ის რა ქვია, თვალის ექიმია აქ და მერე აქ გავიყვან. სწორია. ლიბონი ჩავაწურე ხალხო. ღმერთო შემიშველე. აი. ესეც ვერ დავლიე. და
დღეს ვიყავი მოკლედ. ხო, ნახე რა არის ეს კაცი. ხო, ის მომიტანა კიდე. სითხე, მინების და სხვათა შორის ეხლა რომ მომიტანა ის უფრო უკეთესია. უკეთესი კი არა, მაგარია, არ ვიცი. თუ ვინმე მარიცით, აი ეს არის ძალიან მაგარი საკებისთვის. ერთი მის ხმა და მოусმევ. აი იმ სპეციალურ ტილოებს. საწმენს და ძალიან მაგარია. მე იმ ლურჯი სითხები რო ასხია წყალივით როა. არ ვიყენებდი. მუხა იყენებს თავის მანქანაში ასხამს, თორე ჩვეულებრივ სპირტიანი იმით წყლით სპირტს გავაზარებდი და იმით წმენდდი რა. ხო და ეხა ეს ძალიან მომეწონა, ერთი ვსინჯო თქო და შემოსასვლელის ეს რომ იდგას მანდ. ადას ჩვევა არის, რომ სულ ესე თითები უსვას და ყოველ დღეში რამდენჯერაა გასაწმენდი, ზოგჯერ წმენს, ზოგჯერ მეზარება და არა, ბრაზდები და ისე მოკლედ. ხო და ძალიან მაგარია, აი იქედან ვიცი, რომ მაგარია. ეს გადასაგდები აქ არის, მაგრამ ხალის უყვარს ეს თებში და ამიტომ საწმენს მოვიყან. რა. აი დედიკო რა არის, არ დაყარო და ის თამაში, კარგი იდე. არ დაყარო ხო. დედას სული დედას. მოკლედ ეს ჩაის ტილოები უნდა ვიყიდო კიდე. მინდა ბევრი. საწავიღო არ ვიცი, ეხა ეს თებშები. ზოგი კარია და ზოგი ნახეთ. აი, ამძრალივითაა. აი, ეს მაინც ჩემი ის არა დამსახურება. აი ეს დიდი თებშები რომ აქ ამ სტილის ის მომწონს, იმიტომ რომ იმას ვიყენებ აი ხაჭაპური ლობიანისთვის, თორე სატენზე მაქვს ჯანდაბას. აი ასე. და ის ხმურა და ესეც გასახეხი. საწავიღო არ ვიცი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მართლა თუ ვიცოდე მე მოვკვდე. არ მაქვს იქ თებშებთან ადგილი. აქ თებშებთან ხო მით უმეტეს. არ მაქვს, იმიტომ რომ ესენი ხოთამ გამოვიღე 6-6. მოკლედ 6-6 დავტოვე და მე მგონი აკლდა ამას. 1 თუ 2 არ მახსოვს. ვერ ვიტან რო აკლია. არ მიყვარს. ეხლა ამ თებშებსაც სად გამოვიყენო. რამე შეკრება რაღაც რომ ექნება მაშინ საჭმელზე ჩასამატებლად აი ხაჭაპურს და ამას რო დადებ, თორე ვერ გამოვიყენებ ამას. ხო და ეს იმის მსგავსი ნახატებითაა, წინა ოთხკუთხედები რო ვიყიდე. ხო და უფრო წვეტით რომ მინდა რომ ვიყიდო მერე. მაგრამ ეხა არა, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. ადგილი არ მაქვს. იქ არა და იქ არა. ხო, აქ უნდა გავწმენ. და ხალხო ყელი მტკივა მე მგონი. ანუ ტკივილით არ მტკივა. რა პრობლემა მაქვს იცი? სულ თითქოს და აქ რაღაცა მქონდეს გაჩქერილი. შენ გაწმენდ? კაი, მერე მოგცემე ერთიც და მორჩი. აი, ამას გეუბნებოდით. თამომწერს
არის ზეგანთილი მიდის თუ მოვიდა. გამიხარდეს. იმის რეზინიანები რომ მინდა. ეს შენ გაწმენდი. არ გაგიხო ოღონდ, კაი? დაიცათ ნახო. Mami. Manikuri უნდა წავუსვათ. Again? მაჩვენეთ დედა საუკუნისა. დედიეს არ ვარგადე. არა, ნახეთ. დაიცა მე მოვიტანდე. მოიტან შენ? მიდი და. საუკუნისა. ასმათი დედასთან ამდენი ხანი არ მისაუბრია და სადღაც 40 წუთია ვსაუბრობ ტელეფონზე რომ დავჩიქი. მონატრებული მყავდა. ასმათი დეიდა არის ლიაში რომ ცხოვრობდით, იქაური მაცხოვრებელი. ჩემი მოგვარე. ხო და ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მაგ ადამიანისგან. მოდი. ძალიან ბევრი სიკეთე. ეს სად იპოვე დედა მე ვერ ვიპოვე რამდენი ხანი ვეძებე. მიყვარს საერთოდ მე თეთრი ფერი. თან დაბადების დღე ყოფილა და კიდევ კაირო დღეს დავურეკე, საბას დაბადების დღე ყოფილა. მისი შვილიშვილის ჩემს დროს დედა როგორ უყვარდა გოდეს მაგ ბავშვთან თამაში, უფროსია გოდეზე და ბევრი ტანსაცმელები მახსოვს. მაგ ბავშვის გოდესაც რო ეცვა, ჩუქნი და მაკო. კარგებს რა თქმა უნდა არჩევდა და რაც დაპატარავებული ქონდა თავისას, ჩემსას ჩუქნი და იქ რო ცხოვრობდით, იმიტომ რომ იქ რო ცხოვრობდით არ ქონდა საშუალება, რომ აი მართლა. ხო და მოკლედ, იმიტომ რომ მუხა იღებდა 350 ლარს, 700 ლარი ქონდა ხალხო ხელფასი. მუხრანის. ხვებს რამდენი ვიცი, რომ მართლა არ ვიცი ეს ხელფასები ესე განსხვავებული რატო იყო, მაგრამ მუხას ქონდა 700 ლარი და სხვათა შორის არ მიკვირს, იმიტომ რომ ჩემ ძმასაც ესე ქონდა. გაიფუჭე? რაბა რო წამკარი აქვს ხელი. ხო და ჩემ ძმასაც ესე ქონდა, ჩემ ძმას ქონდა 700, ჩემ ბიძვას შვილს ქონდა 950 ლარი და არადა ერთდროულად წავიდნენ. ჩემი ძმა ქუთაისში იყო, ჩემი ბიძაშვილი აქ იყო სენაკში და არ ვიცი ეს ჯანმრთელობა. სხვანაირი ხელფასები რატო იყო და ესე იყო ეხა მუხაც. ალიმენტის ის რო ქონდა დაგროვებული 350 იქეთ მიდიოდა, 350 გვრჩებოდა ჩვენ და არ მრჩებოდა ბავშვისთვის არაფერი დიდად, იმიტომ რომ სოფელში კი ვიყავით, მაგრამ რა საკეთე? რა არის ეს? აი ეს. აჩვენ. ჭადი ხო დაიტყობნა. კაი ხა შეუდექი მე ჩემს საქმეს. თორე დედა პულტი. უყურეთ ხარ. ჩანს. აი. რამდენი პულტი გადახეს ამათ. მოკლედ ვიყავით მაღაზიაში მე და ეს ორი მოვიტანე ის არ იყო. მე ვერ მიყვარს. ცეცები უნდა მოვიყო. ეწიე და
აი ამპულს მე გოდერო ჩავატანინე ქვემოთ, იმიტომ რომ მუხას გასაგზანი რო ქონდა ის წაიღო იქეთ ზუგდიდისკენ მოუწია გასვლა. ხო, დღევანდელი არის ეს 260, 70. ეს მე რომ მოვიტანე ხა ყველი ხერხილი და აი ეს ხერხილი და ეს და ეს იყო 35-ის. ეს 260-ის ჩაწერილი ხონდა და თავიდან დავაწერინე მე. მერთოთათია, კაი. მეგონა არ ქონდა ჩაწერილი ეს. ჩუპაჩუპი და ეს. ხო და 2 დავამატე. მერე. თავიც კი გამშეჭამოს იქნება. მოკლედ ახლა მე სულგუნი მოვიტანე, რომელიც მაგარია და მაგარი რო იყო, მაგიტო ვიყიდე. მაგარია, რბილი არ არის და ნახოთ აბა როგორი იქნება, გოდეს როგორ მოეწონება. ასე შევინახავ, ასე უკეთესად ინახება. მე თუ მკითხავთ, კარგი იყო ის რომ მითხრა, რომელიღაცა მითხრა, მაგით ცელოფნი ჯობია, იმიტომ რომ მეც მასე ვინახავ. ეხლა ეს უზია და მე ხომის წყალს დავადგა. ხომის წყალს დავადგა და ხომს გავაკეთე. რამდენი ხანია არ მიჭამია. რამდენად ხდებოდა ხომი დაყველი კიდე სიმართლე ვიყიდე. ამიტომაც ვიყიდე. ქალაქში მინდოდა წასვლა და მე ვერ წავედი. რას დაეძებს მუხრანი თვითონ ხომ წავიდა. მე ხა ამათ ამომრიცხავ ერთი წუთი, იმიტომ რომ მე დასუყურე დედა. ნახეთ. მოძრაობს, ხო? იმედი არ ამოვარდება. და 20 ლარი ვის ეგ კაი მე არ ვიყიდია და მაჩუკეს, მარა ვინც იყიდა. კიდევ კაი რო არ ვიყიდე ის პატარა კიდე ესეთ. შარანი მაჩუკის. ზოგჯერ ძალიან სულელდები, მარა მე ვხიზლდები იქვე. ფალები გაასწორე. რო ვეუბნები გაასწორე, მეთქი აკონტროლებს. შეულებია. შეჭამე. გოდე უნდა მოვიდეს ახლა 2 საფევრის. შეჭამე. შეჭამე, გადავიდე. ხეს ვერ მოვადი თავი ვიდეოს ხედავ. მაგრამ
ძილი არ მყოფნის. 3 საათზე დავიძინე წუხელად. გეგას ლოდინში და ადას. რო ავაყენო და მერე всё, მერე დაზღვეული ვარ დილამდე. არ მოითხოვენ ადგომას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო ძალიან რთულია რომ მხოლოდ იძინებ ისიც უცებ არ დამეძინება 5 საათი ვთქვათ ეს უძილობა არის სული სხვათა შორის ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმის რომ სუქდება ადამიანი იმიტომ რომ ძილი აუცილებლად ძილის რეჟიმი უნდა გქონდეს ადამიანს ნორმალი როგორც საჭიროა ისე და მე ეს აღარ მაქვს აი სოფელში რო ვართ მაგალითად ჩემ სახლში არა გალში რო ვართ ვიძინებთ ადრე ბავშვებიც კი სადღაც 10-11-ის ნახევრამდე მაინც სძინა ჩემ სახლში რო ვართ იქ არა იმიტომ რომ იქ ბავშვები არიან მიუხედავად იმისა რომ მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთში თამაშობენ არის სვენებენ მაინც არიძინებენ ქვიანობამდე იმიტომ რომ ან ეთობიან ან საუბრობენ ან რა იცი ერთი ის ჩემ ორსაწოლიანი საბარი ბალიშები ყველა მეორეს ვერ გავიტანდი ვერ არჩევ იყო სიკახანს მქონდა და მე გავიტან მაგას კიდევ თუ დამჭირდა ეხა ხო აქედან ეს მჭირდება ეს ყველად არაფერს არ შეუერთდება და არაფერი ამას ვინახავ მაინც იმიტომ რომ რა ვიცი ესენი ყველაფერს ხეჭავენ და ისიც რო არ დაღეჭონ და თუ დაღეჭეს რომ მქონდეს დღეს ვერ წავედი ქალაქში ხვალ წავალთ მე და ადა გეგას ბაღში დავტოვებ და რომ უბრუნდები ადას ავაყენებ ჩავაცებ და წავალთ იმიტომ რომ აბა ჩემი პატრონი არავინ არ არის მოხანის სულ თვითონ უნდა სიარული და მე და წავალთ. კარგი, ეხლა გოდე რომ მოვა მერე ბანკში არის ის ქსეროქსი. დასაქსეროქსებელი მაქვს. რამდენი უნდა ფული ისიც არ ვიცი. აი, დავადგან თორე ხომს ვერ მოვასწრება. რომელ საათამდე იქნებიან ერთი ისინი, რომ იმას ვქნან და ხვალ გავაკეთებ მე და იქ ავკითხო ერთი თათიას. მით თუხთუხებს ყველიც დავჭერი. მე და გოდე ვართ მარტო. ადა არ მიირთმევს, გეგა არ მიირთმევს და მუხას ჩახარშული არ უყვარს, თუ სახლში არ არის, ამიტომ ამდენი არ გვინდა ეს ორი ნაჭერია ჩემი, მაგრამ მაინც იყოს მერე რო არ მოვჭრა თქო და ჭრილი მექნება. ქალბატონი რა გეთამაშებს, სახლს აშენებს.
გავრეცხავ ერთი წუთი. კვერცხი დავადგი კიდევ მოსახარშა. წვანე ტყემალი როდის გავაკეთებ ხო გახსოვს? მაქვს. ასე რომ მომიდა ტყემალი ძალიან მიყვარს. ძალიან. ჯერ ნაჭამი არ ვარ და ასე რომ ვაკეთებ, მაშინ ვიცი მე ზომაწონა რო არ ვიცი. არ მინდა ასე რომ ვაკეთებდე, მაგრამ ხომს დაველოდები მეთქი და არ ვეკარები სხვას. ახლა ადედა ჟემოთი ზუф. დააქანაო, თორე ნახე, ძალიან გადავსებულია და არ მინდა რომ დაასხა. თავს რო იქებდი, არ გავცებული არ მეთქი, აგერ დამემართა. რა ეს ვერ გავიგე თორე. აჰა, всё, ჩასაზებია ეხა ეს. მზად არის. ესეც ასე. გასქელდა, როგორ გასქელდა, ეხა უნდა ჩავზილო. გასქელდა და რასაც არქიდა. ჩაიწია 2 თითით მაინც დუღილის პერიოდში. ესე როცა არის, მაშინ არის უკვე მზად ჩასაზელად. ანუ კარგახანს უნდა იდუღოს, მოკლედ ამის თქმა არის რომ მინდა. დამეყარება ეხა ის და დაიყაროს ჯობია. პირდაპირ ჩამეყარა არ ჯობდა, აცემეთო ჩავდე ეს ამაში ჩავდენე. ხმერთო შენიშვენე. ოჯანდაბა. აი ეს. კაი, ჩავზელმე და მოვა. კოდეს ამოუღერო, მოასწროს, ორს უკვე 20 წუთი. მოასწროს წასვლა. რას მოასწრე, მოასწრე. კი, დედიკო, ჯერ სადა. კოდე! ჩაუწიე. გასარეცხი მიდევს, ხომის ქვაბი უნდა გავრეცხო. დავიწყე და მერე
მადლობის ვიდეოს ჩავწერ მეთქი და გავაერთიანებ ამ ვიდეოს და მე აგიტყვით, ამიტომ დავჭიქი ახლა და გავაგრძელებ. დასაცმელები, ლეიბები, ყველაფერი შემოვყარე, მოკლედ ქალაქშიც ვიყავი, გავიქეცით, მომბრუნდით, საქმეზე ვიყავით გასული. ხო და მოკლედ არ ვიცი ხალხო რა გითხრით. მოკლედ თათია კიკოევას და ირინას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. თანხა ჩამირიცხეს საჩუქრად და ძალიან დიდი მადლობა ორთვის. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ხმერთმა იცის თუ როგორი მადლიერი ვარ თქვენ. ეს ჩემი მოწყენილობა თუ ეგეთი ის ეხა რაც გამოდის სიბრაზის შემდგომია. ძალიან ცუდი არის რომ დედა ესე როგორც დედა ბევრი ნებისმიერ საუბრობს აგარ პოდკასტები რო არის მაგალითად. ხო გავიგებ, ხედავ, უყურებ მიკროფონი ჩამოიტანა ადამ. ნახე. ვიშიდა არ ჩართო ეხა მუსიკა არ მინდა. დასატენია იგი. რო არ დავტენე მაგიტო ეგრე რომ შეაერთო. არა დატესნი არ არის დატენილი, უნდა დაიტენოს ბოლომდე. დააფუჭებ და არ გეღირსება მეტი. შორჩე არ ჩავთავ. ალარი 25 ლარი ღირდა. ოცნებად ქონდა ადას. და ვუყიდე. საკანცელარიაში ვიყავ. სახალწლოდ ვაპირებდი ამის ყიდვას, მაგრამ რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე არ ვუყიდე, სპეციალურად არ ვუყიდე, იმიტომ რომ ორი არ შერჩეს მეთქი. გამაფრთხილეს წინასწარ და მოკლედ მაგიტო თორე ჩვეულებრივ ეს რახან ოცნებად ქონდა, ამას ვუყიდით. მუხა მეუბნება ეს რომ ჩამოვიტანე ოცნებად ქონდა მეთქი ადას და რო დავინახე არ შემეძლო მეთქი და ვუყიდე თქო. რო დამიჯუჯღუნა ფულზე. შენ რა გაქვს ოცნებად? უთხარი არასდროს არავის არ უკითხია, მაგალითად შენ რაზე ოცნებობ. ხო და ასე რომ ეხლა ბავშვების გამო ერთადერთი ოცნება რაც მაქვს. ეს უბრალოდ ამათ თავიანთი ჭერი რო კონდეს. ჩვენი რასაც ქვია. ხო და სხვა დანარჩენი უკვე აღარ. ეს იყო და ეს.